ტარიღის მთავარი თემებით და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. ქვეყანაში ჩატარებული ბოლო არჩევნებიდან თითქმის 7 თვე გავიდა. მომდევნო კალენდარულ არჩევნებამდე კი დარჩენილია 4 თვე ნახევარი, დაახლოებით ორჯერ ნაკლები. არჩევნების თარიღის მოახლოებამ ოპოზიციური პარტიების რიგებში გაურკვევლობა და უთანხმოება უფრო თვალსაჩინო გახადა. მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და რით სჯობს ერთი არჩევანი მეორეს. თავად ოპოზიციის რიგებში დასმულ კითხვაზე, რას თავაზობენ საკუთარ ამორჩეველს ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციაშივე უპასუხეს, რომ თავად ბოიკოტია გეგმა. 4 პარტიის რიგებში უთანხმოების თემა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა არ არის. აზრები გაიყო იმაზე, უნდა გადაიხადონ თუ არა პარტიულმა ლიდერებმა გირაო, რომელიც მათ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მიზეზით დაეკისრათ. დისკუსია გააქტიურდა ბრძოლის ტაქტიკის ფორმებსა და მეთოდებზეც. ქართული ოცნება ოპონენტების ამ დილემას შორიდან აკვირდება და დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი დირექტივის მიხედვით მიიღებს. პარალელურად ხელისუფლება ისევ სვამს კითხვას, რამდენად პასუხობს დიპლომატების საქმიანობის წესებს ის ნაბიჯები და განცხადებები, რომლითაც საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გამოირჩევიან. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კი ამ დროს უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივაა. რა კონკრეტული შედეგი მოჰყვება ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარს. დღის ამ და სხვა მთავარ თემებს შევაჯამებთ დღევანდელ გადაცემაში. დღის ქრონიკის სტუმრები არიან ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური და ელჩი დიპლომატი კოტე ჟღენტი. ჩვენი პირველი სტუმარი ალუდა ღუდუშაური გახლავთ. მოგესალმებით ბატონო ალუდა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საუბარი რამდენიმე თემას უნდა შევეხოთ და საუბარი მინდა დავიწყოთ საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომით, იმიტომ რომ გრძელდება ეს პროცესი. თქვენ როგორც კომისიის წევრი, როგორ შეაჯამებდით იმ სამუშაოს, რაც აქამდე გასწია კომისიამ? დაახლოებით 2 კვირა რჩება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე და არის თუ არა საკმარისი ეს დრო იმისათვის, რა ამოცანაც დაისახეთ თავის დროზე მისდათ? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მე მინდა თქვენს ნებართვით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის მე-12 კლასელებმა, ჩვენი ქვეყნის მომავალმა, რომელმაც შემდეგ უკვე უნდა გადაიბარონ ჩვენი ქვეყნის მართვა, გამგეობა და ასე შემდეგ, საკუთარი ქვეყნის ბედი უნდა განსაზღვრონ. მათ დღეს ბოლო ზარი აქვთ, მათ დღეს სკოლაში ბოლო გაკვეთილი კონდათ და დაამთავრეს ერთი ეტაპი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური მათ ცხოვრებაში, რასაც სკოლის ბედნიერი წლები ქვია და ამის შემდეგ უკვე გადადგამენ ძალიან ასევე მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს, უკვე შემდგომ საფეხურს, უმაღლეს სასწავლებლებს მიაშურებენ და მინდა მიულოცო ყველა მე-12 კლასელს ბოლო ზარი სკოლის დამთავრება, უსურვო მათ წარმატება, უსურვო მათ ბედნიერ ნათელ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარი არის სამართლიან, დემოკრატიულ და ასევე გაძლიერებულ სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება, რაც დამეთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამავე დროს მინდა ვისურვო რომ მათი დაუღალავი შრომა, განათლების უკეთესი განათლების მიღება, მუხჩაუხრელი შრომა შემდეგ საფეხურზე ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული მათგანი ხვალიდან შეუდგება იმ ასე ვთქვათ გააზრებული ნაბიჯების გადადგმავს, რომელიც საბოლოოდ ასევე მოიმსახურება საკუთარი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს გაძლიერებას და კიდევ უფრო μέτად წინ წაწევას. რაც შეეხება თქვენს კითხვას საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. გაოგნებული არის, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის ასევე აბსოლუტური უმრავლესობა. მე პირადად მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როდესაც მძინვარებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, ვიყავი სისხლის სამართლის ადვოკატი და ამას ხაზი მინდა გაუსვა, რომ თუ რაიმეთი შეიძლებოდა რომ რეჟიმს დაპირისპირებოდი და პროტესტი და წინააღმდეგობა გაგეწია, ეს იყო სისხლის სამართლის, ასე ვთქვათ, სფეროში უფლებების დაცვა, რომელიც პირდაპირ გეტყვით, რომ გადიოდა არც მეტი, არც ნაკლები ძალიან დიდი რისკის ზღვარზე. თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, თითქოს მე პირადად უამრავი რამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ბუნებრივია ეს ყველაფერი
აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა საკუთარი თვალით იხილა, მაგრამ ის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და კომისიის ფარგლებში ვისმენთ და გვესმის და ვკითხულობთ, არის აბსოლუტურად გამოუგნებელი. გამოუგნებელი არის ის, რომ ეს ადამიანები, ეს ბოროტების შემქმნელები არ იცვლებიან, რაც აბსოლუტურად რაღაც ერთის მხრივ გულის ტკივილს იწვევს, რომ პასპორტით ყოველ შემთხვევაში არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა ესეც არ ვიცი შემდგომი სხვადასხვა სფეროს კვლევის საგანი გახდება, რომ ადამიანებმა ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ზალა, რომ არამც თუ სინანული გამოთქვან, არამედ უბრალოდ დადუმდნენ, გაჩუმდნენ ჭირის უფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა, მაგრამ ამის აპირისპიროდ გვესმის მათი მხრიდან ასევე ქილიკი, დაცინვა, მუქარა მინდა უთხრა საზოგადოებას და ადამიანები, რომლებიც კომისიის წინაშე მოდიან და ხედავს ამას ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, თუ როგორი ძიმე არის ეს ყველაფერი და როგორი შოკის მომგვრელი არის მართლაც, როდესაც ადამიანი, ჭირისუფალი მამა, რომელსაც მაგალითად მოუკლეს 23 წლის შვილი, სტუდენტი და არაერთი არის ასეთი ფაქტი ამის მიმართ და როდესაც ოჯახის წევრები ვერ უძლებდნენ ამას და ზოგიერთი გულის შეტევით, ზოგიერთი მუქარების შედეგად ინსულტით თუ სხვა ასეთი დაავადებების თუ ასე ვთქვათ ტრაგიკული შემთხვევების მსხვერპლი ხდებოდნენ უკვე, რომლის გამომწვევიც იყო ის უბედურება, რასაც ეს ადამიანები ამ ოჯახებს უკეთებდნენ. ამათ მიმართ ვხედავთ, რომ არის გაუგონარი რამ და მე ყველა შევახსენებ, რომ აი მაგალითად ერთ-ერთ სტომაზე, რომელიც გნებავთ, იმდენად მძიმე არის, რომ გამორჩევაც კი ძალიან რთული არის. ისე წყლის ორი წვეთივით გავს ეს ისტორიები ერთმანეთს და ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად ჭირისუფალი მამები ზემოაჭარიდან, როდესაც იყო მათი გასაუბრება, გვესმოდა და გვეუბნებოდნენ, რომ ამ შვილმკვდარ მამებს ხელს ურტყავდნენ, არჩევნებზე მიდიოდნენ, აბულინგებდნენ კიდევ დღევანდელ დღესაც კი და ცდილობდნენ, რომ მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. აი, უბრალოდ წარმოუდგენელი არის. მინდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებმა, აი, ვინც დღეს დაამთავრა სკოლა და ჩვენი ხვალინდელი მომავალი არის. მათ მინდა უთხრა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეს, რომელიც არის ახალგაზრდების, მათ მინდა უთხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ აბსოლუტურად იმისთვის, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს. კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაც და პირადად ჩემი როგორც ერთი ადამიანის გნებავთ, ან ერთი პარლამენტის წევრის, ან როგორც ერთი რიგითი კომისიის წევრის ბუნებრივია როგორც ხვების ასევე მოვალეობა, ფუნქცია თუ დანიშნულება გახლავთ ის, რომ ყველას შევახსენოთ, მაგრამ ამავდროულად პრევენციული ხასიათის იყოს ეს ყველაფერი, რომ არასოდეს ხაზი მინდა გაუსვა, არასოდეს ჩვენ ქვეყანაში ეს ბოროტება არ უნდა დაბრუნდეს. ბატონო ალდა, თქვენ რეაქციები ახსენეთ, რაც მოყვება ხოლმე ამ კომისიის ხდომებს და ასევე ერთ-ერთი თემა კომისიის ხდომებში პოლიტიკოსების მონაწილეობის საკითხი. კერძოდ ის პარტიული ლიდერები, რომელთა მიმართაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმეების ხდომაზე მიუსვლელობის გამო, ნაწილი არ იხდის გირაოს, ერთი უკვე პატიმრობაშია, გაჩნდა სხვადასხვა აზრი, უნდა გადაიხადონ თუ არა, მაგრამ ძირითადად მაინც უმეტესობა არჩევს არ გადახდას და თუ კი ეს ტენდენცია გაგრძელდა და რამდენიმე პარტიული ლიდერი აღმოჩნდა საპატიმროში, ეს რა კონტექსტს შექმნის წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიისთვის, გულისხმობ კერძოდ აი დემოკრატიის ხარისხის აღქმებს მაგალითად დასავლეთში, იმიტომ რომ სწორედ ამ საკითხზე გვესმის ძალიან ხშირად კრიტიკული განცხადებები. დიახ, ერთი რამ არის მკაფიოდ ხაზგასასმელი, რომ არავინ, ასე ვთქვათ, არავის პრობლემას არ უქმნის. კომისია აქ არაფერ შუაში არ არის. თუ ვინმე რაიმეს, ასე ვთქვათ, პრობლემას უქმნის, ეს ადამიანები საკუთარ თავს თვითონ უქმნიან ამ მდგომარეობას, ამ მოცემულობას და გნებავთ პრობლემა დაარქვით ამას. ეს უკვე მათი შეფასებისთვის მიგვინდია, მაგრამ ფაქტი ერთი არის, ეს არის ღია საჯარო სკდომები. თუ ვინმეს რაიმე არ აქვს დასამალი, მოვიდეს ღია საჯარო სკდომაზე და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც არის საზოგადოებაში და ეს კითხვები არის ძალიან სამართლიანი, ძალიან ლოგიკური. და თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მათგანი ბატონი გახარია იყო მობრძანებული კომისიის სხდომაზე. როგორ მოვიდა და
კომისიას წინაშე როგორ წარსდგა და კითხვებზე რამდენად რელევანტური იყო მისი პასუხები ან როგორ პოზიციონირებდა, ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ როგორც ფაქტი ხომ შედგა, ამიტომ ეს მათი მოვალეობა არა კომისიის წინაშე, რატომღაც საზოგადოებას ცდილობენ რომ შეცდომას შეიყვანენ ეს ადამიანები, ესე ფიქრობენ ალბათ, რომ ჩვენი საზოგადოება არის, ასე ვთქვათ, მათი მოტყუების ქვეშ და რასაც ეს ადამიანები იტყვიან, მათი ბაგეთაგან რაც სიტყვები წარმოითქმის, ეს იქნება ჭეშმარიტება, მაგრამ მინდა ყველას უთხრა, რომ მათი ძირითადი უმრავლესობა არის ტყუილით და სიცრუით დაკავებული. მათ არაფერი არ აქვს სათქმელი. კომისია რა, კომისიის წინაშე კი არ უნდა წარსდგნენ. საკუთარი ხალხის წინაშე უნდა წარსდგნენ სინამდვილეში. მაგრამ ცდილობენ რომ დააკნინონ კომისია და სინამდვილეში ამით შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ხალხს. აი მოვიდნენ ეს ადამიანები და გასცენ მაგალითად კითხვებზე პასუხი. აი ეს უმოწყალოდ რომ ხოცავდნენ ადამიანებს, ართმევდნენ ბიზნესს, არეკეტებდნენ ბიზნესს და 1000 გვარ სიბინძურეს ჩადიოდნენ. დემოკრატიის ხარისხზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი ნაციონალური მოძრაობასთან, ეს ხო ურთიერთ არათავსებადი არის, ხომ? მოვიდნენ და გასცენ პასუხები. განა რა არის ისეთი თუ მართლაც აქვთ საკუთარ თავში სიმართლე, მოვიდნენ და უთხრან საზოგადოებას. კომისიას არაფერში არ ჭირდება. არც მე პირადად, არც რომელიმე კომისიის წევრს. საერთოდ არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ბუნებრივია, არანაირი სურვილი, რომ მაგალითად, არ ვიცი, ბატონ ვაშაძეს, ან სხვებს რომელიმეს დავждეთ ეხლა და კომისიის ფორმატში რამოდენიმე საათი დავკარგოთ და უსმინოთ მათ. ეს ხო ჩვენ ანახი გვაქვს. გასული 4 წლის განმავლობაში მათ საცირკო წარმოდგენებს უყურებდით და ისიც საკმარისი არის იმისთვის, რომ ჩვენი დაკარგული პერიოდად მივიჩნიოთ ის, რომ უყურებდით ვაშაძეს და მისნაირების აი ამ ამორალურ საქციელს და 1000 გვარ სიბინძურეს შოუს და აღარ მინდა შორსაუბრე, მაგრამ ეს ჩვენი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა. არაერთხელ მithქვამს და საჯაროდ მაქვს ეს განცხადება გაკეთებული თუ მოწოდება, მაშინ როდესაც კომისია ჯერ კიდევ არ იყო, ასე ვთქვათ, აქტიურ მუშაობაში შესული, რომ ეს ადამიანები თქვენ გახსოვთ ეს და მე მინდა აი თქვენ გთხოვოთ და თქვენი ეთერის საშუალებით მედიას თხოვო. და შეახსენონ ამ ადამიანებს ის რომ ჩვენ გვახსოვს თითქოს როგორი ასე ვთქვათ გამოვიყენება ამ სიტყვას ჩელენჯივიც იყო მათთვის რომ აი რაღაცნაირად როგორი აღტკინებულები იყვნენ რომ ვიღაც არ მივიდა კომისიაზე და ამას შემდეგ თავიანთ სოციალურ ქსელებში აქვეყნებდნენ რაღაც სელფებს იღებდნენ გაუგონარ საცირკო წარმოდგენებს აკეთებდნენ თქვენ გახარიას დღეს ბოდიშვიხტი დავასრულებ ბოდიშვიხტი მნიშვნელოვანია და დღეს როდესაც კანონი მათ მიმართ ამუშავდა ისე როგორც კანონს მიმართ პატივისცემა უნდა ქონდეს ყველას და კანონი ბუნებრივია ყველას არის ერთი და შეუვალი აი დღეს ხედავთ რომ თურმე დაიწყეს ლაპარაკი რაღაც ასე ვთქვათ კოდებაზე მოთქმაზე და მაშინ გავაფრთხილეთ ჩვენ რომ დღეს კი ბატონო არ მოვლენ სელფებს გადაიღებენ და ამით აღტკინდებიან მაგრამ როდესაც კანონი მათ მიმართ იმუშავებს შემდეგ არ დაიწყონ სხვადასხვა სპეკულაციები ეს არის და ეს თქვენ ახსენეთ გახარიას მისვლა კომისიაზე და კომისიაზე მისვლის და გირაოს გადახდა არ გადახდის გარდა ერთგვარ თქვათ უთანხმოების თემად იქცა ასევე ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. თქვენი გუნდის პოზიცია არის შემდეგი რომ მონაწილეობაც და უარიც ერთნაირი პოლიტიკური განაჩენი იქნება ოპოზიციისთვისო, აი არ მონაწილეობაც მონაწილეობის ტოლფასია თქვენთვის და რომ მოგვიხსნათ რატომ? კი ძალიან რთულ დღეში არიან პირდაპირ გეტყვით, ნუ მათ ადგილზე ყოფნას არ ვიცი, ძალიან რთული არის, მტერსაც არ უსურვებ, შეიძლება ასე ითქვას, თამამად, იმიტომ რომ მათ აქვთ ბუნებრივია ორი გზა და ეს ორივე გზა ერთი გადაჭეხისკენ მიდის, ანუ საბოლოოდ მათ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ბუნებრივია რომ მათი პოლიტიკური მომავალი იქნება გადაჭეხვის ტოლფასი, იმიტომ რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ხოლო მეორე გზა, რომელიც ეგრეთ წოდებულ ბოიკოტს და სინამდვილეში არჩევნების
წაგების შიშით არის განპირობებული ეს იძულებითი ბოიკოტი თუ გნებავთ ასე დავარქვათ. ესეც არის ცხადია ასევე მათი პოლიტიკური ხარაკირი. ამიტომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს რა აი ამ უბედურ დღეშიც ესენი არიან და აი ამ ძალიან გაჭირვებულ პოლიტიკურ დღეში ეს ადამიანები. ეს ყველაფერი არის გამოძახილი რამოდენიმე წლის, რამოდენიმე თვის უკანდელი მათი არათანმიმდევრული, არაჯანსაღი და მეტიც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის არა კეთილ მოსურნეობით გამოწვეული და ამ ყველაფერს ჩვენი ბრძენი ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ღირსეული მოსახლეობა ამ ყველაფერს ხედავს. მათ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს მათ შორის პოლიტიკური დებატების ფორმატში იქნებოდა ეს მრავალი წლის უკან თუ სასესიო სტომათა დარბაზში მოგვიწოდებია რომ ქვეყნისთვის პოლიტიკური ასე ვთქვათ ავანსცენაზე ოპოზიციის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოპოზიციის როლი, ნამდვილი ოპოზიციის როლი განუზომლად დიდი არის დემოკრატიული პროცესისთვის, მაგრამ ეს ადამიანები უბრალოდ ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს პოლიტიკაში. ესენი ხო რადიკალები არიან. სინამდვილეში ესენი ხო პოლიტიკოსები არ არიან. როგორ შეიძლება მაგალითად ადამიანს შვილი მოუკლა, ჭირისუფალ ადამიანს დასცინოდე და იძახდნენ რომ ეს ყველაფერი არის დადგმული. უბრალოდ აი წარმოვიდგინოთ რომ ასეთი ძიმე კოშმარი რომ მათ აქვთ თუნდაც იოტისოდენა ძალაუფლება. ეს ადამიანები რას გააკეთებენ? რასაც მანამდე აკეთებენ, ოღონდ გაათმაგებული ძალისხმევა. დიდი მადლობა. მათ დღეს არ აქვთ ხელში საშუალება, რომ ის იარაღი გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც ესენი იყენებდნენ, თორე იგივეს გააკეთებენ. მადლობა ბატონო ალუდა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ალუდა ღუდუშაური იყო დღის ქრონიკის სტუმარი და ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ სტუდიის სტუმართან, ელჩი დიპლომატი კოტე ჟღენტი შემოგვიერთდა დღის ქრონიკის ეთერში. ბატონო კოტე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენი როგორც დიპლომატის მოსაზრება ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის იმ თემაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დროს საქართველოში გულისხმობ სხვა ქვეყნების დიპლომატების პოლიტიკურ პროცესზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, თუმცა ჩვენი საუბარი ჯერ მინდა დავიწყოთ იმ თემით, რომელიც არის მსოფლიო მედიის და არა მარტო მედიის ყურადღების ცენტრში გულისხმობ ომის დასრულების პერსპექტივას, განსაკუთრებით ტრამპისა და პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ. აი რა სურათი ჩანს და არის დღეს თუ არა ის მოცემულობა, როცა შენ შეგვიძლია რაიმე შედეგზე და ასე ვთქვათ ფინალის კონტურებზე ვილაპარაკოთ ომის დასრულების ჭრილში. მოგესალმები ნათია, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ესეთი სახის კონფლიქტები, როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს არ მთავრდება ხოლმე. ისტორია ამას გვაჩვენებს და ალბათ ეხლაც ადვილი რომ ეს არ იქნება, ფაქტია უკვე, თუნდაც აი ეს ტრამპის პირველი 100 დღე და იმის შემდეგ გავლილი პერიოდი მოწმობს, რომ 24 საათში ორ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ იქ გარდა ამ ორი დაპირისპირებული მხარისა იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭრობილი მსოფლიოს წამყვანი ძალების, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია. მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რეალობიდან გამომდინარე ვისაუბრო და თუ კი ისევ რეალობას დაუბრუნდებით და გავიხსენებთ იმ წითელ ხაზებს, რომელიც რუსეთს გააჩნია ერთი მხრივ და არ დაუმალავთ ეს არასოდეს და მეორე მხრივ უკრაინა და ზელენსკი აცხადებენ, რომ მათი წითელი ხაზები, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ, აი თუ სუფთად ამაზე დაყრდნობით ვისაუბრებთ, მაშინ ნუ საერთოდ ეჭვის ქვეშ არის ამ ომის დამთავრების საკითხი, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ახლა პუტინმა იმ 4 რეგიონის, რომელიც ჩათვალა უკვე რომ ეს რუსეთის ნაწილია, ხელმძღვანელებს დაუძახა კრემლში, გადაიხადა უზარმაზარი ღონისძიება და ნუ კონსტიტუციაში ცვლილება და ასე შემდეგ და ახლა ვიღაცა თუ ელის რომ პუტინი თვითონ და რუსეთის ზოგადად აი ამას ყველაფერს უკან წაიღებს, მე მგონი ეს არარეალურია. ეს არ მოხდება, ჩემი აზრით არანაირად. მეორე მხრივ უკრაინა იძახის, რომ ის არანაირად თავის ტერიტორიებს არ დათმობს
იმიტომ რომ აი დღესაც გაიმეორა თუ გუშინ ზელენსკიმ რომ ტერიტორიების დათმობაზე არ წავა და კონფლიქტი საერთოდ და ომი თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ჩვენს ტელემაყურებელსაც კონფლიქტის უმაღლესი დონეა ცხელი ომი ასე ვთქვათ საომარი მოქმედება ის თუნდაც ცეცხლის შეწყვეტა ესეთი ომის დროს არ ხდება თუ კი მხარეებმა ერთმა და მეორემ არ შეიგნეს რომ კომპრომისია საჭირო. კომპრომისი ყველაფერი მაინც მოლაპარაკებათა მაგით. რა თქმა უნდა კომპრომისზე თუ არ წავიდნენ, მაშინ ერთი მხარის გამარჯვება უნდა იყოს და მეორეს დამარცხება. მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ არასოდეს რუსეთის ისტორიაში რუსეთს ბრძოლით და ომით მოპოვებული არ დაუთმია. ერთადერთი შემთხვევა იყო ძალიან აი მოკლედ გავიხსენებ რუსეთ-თურქეთის ომის 67-68 წლების როცა პრაქტიკულად კონსტანტინოპოლი აღებული ჰქონდა რუსეთს და გადადო მეორე დილისთვის კონსტანტინოპოლის აღება და ფლოტი დახვდა იქ ინგლისის საფრანგეთის გაერთიანებული და იმის შემდეგ ბერლინის კონგრესზე რომელშიც ძირითადი როლი ბისმარკმა ითამაშა ოდნავ დაათმობინეს რაღაცეები მაგრამ სამაგეროდ სულ მალე უკან დაებრუნა ის თავის დათმობები და ბალკანეთზე და კავკასიაში ჩვენ რეგიონში ისე გააძლიერა პოზიციები რომ ბატონ კოტე შეიძლება ხა ომის დასრულებაზე საუბარი ცოტა გულუბრყვილობაც იყოს კი შეიძლება გქონდეს ამის სრული მაგრამ მოცემულობიდან გამომდინარე ჯერ შეიძლება ამაზე საუბრა ნაადრევია მაგრამ აი ამ წითელი ხაზების გათვალისწინებით ის რომ თუნდაც აი საკითხი მივიდეს მოლაპარაკებათა მაგიდამდე აი ამის კონტურები რამდენად მოჩანს თუნდაც გასულ კვირას გამართული მოლაპარაკების შემდეგ გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ რომ მხარეებმა ერთმანეთთან მაინც აი ვატიკანი ახსენა პაპმა ერთ-ერთ შესაძლო ადგილად შეხვედრის. ხომ აი ეს პერსპექტივა რამდენად რეალისტურია? ისიც რა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება უფრო რეალურად ჩანს, რა თქმა უნდა, ვიდრე მთლიანად ასე ვთქვათ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და ასე შემდეგ ომის დასრულება. ომის სრულდება მაშინ, როცა სამშვიდობო შეთანხმება იდება. როცა სამშვიდობო და აი ცეცხლის შეწყვეტას რაც შეეხება მხარეების მიერ და ძირითადად ტრამპი ამას აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია, რომ ხალხი არ იხოცებოდეს როგორც ჯარისკაცები, ასევე მოსახლეობა მშვიდობიანი, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, ნუ უფრო უკრაინის მხრიდან მშვიდობიანი. ამიტომ აი ამის მიღწევა უფრო რეალურია, ვიდრე მთლიანად სამშვიდობო შეთანხმების, მაგრამ იქაც ისეთი წინააღმდეგობებია, რომ თუ არ წავიდნენ კიდევ მეორე დათმობებზე მხარეები, ეს არ მოხდება. ვინც არ უნდა ჩაერიოს. ეხლა პაპის ჩართვა, რა თქმა უნდა, ახლად არჩეული პაპია და კათოლიკურ ეკლესიას და წმინდა საღდარს ამხელა გავლენა აქვს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს კიდე ერთი ნაბიჯია დამატებით მშვიდობის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვინც მშვიდობისათვის იღწვის, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ და რომის პაპი რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშვიდობისკენ იქნება მიმართული მისი საქმიანობა. არა მგონია პაპის წარმომავლობას მათ ჩემი აზრით მნიშვნელობა კონდეს, იმიტომ საიდანაც არ უნდა იყოს პაპი, რომელი კონტინენტიდან, ქვეყნიდან. რომის პაპი პირველ რიგში მშვიდობის და კაცმოყვარეობის სიმბოლოა და ამიტომ ზრუნვის ხალხზე ასე ვთქვათ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს დამატებითი არგუმენტია, მაგრამ ამავე დროს როცა ევროპელი ლიდერების მხრიდან ისმის ისეთი განცხადებები, როგორც ბატონმა მერცმა გააკეთა, რომ თუ არ მოხდა, მაშინ ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე და კიდე ახალ პაკეტს მივიღებთ სანქციების. მე-17 პაკეტი მიიღეს სანქციების, ხო? მაგრამ პრაქტიკულად რუსეთმა ბატონო, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს პრაქტიკულად რუსეთმა გადააწყო თავის მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე, ამას თვითონ აღიარებენ და ვერანაირი დიდი ზიანი ამ სანქციების პაკეტებმა რუსეთს ვერ მიაყენა ჯერჯერობით და არც ჩანს იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ან ჩამოიშლება ბჭყალებში, ან ისე დასუსტდება, რომ ზეწოლით გადაწყდეს ეს საკითხი. ეს არის განსხვავება ტრამპს და მის ადმინისტრაციის პოზიციას შორის და ევროპელი ლიდერების უმრავლესობის, მოდი ესე ვთქვათ და ნუ დიდი ბრიტანეთის რა თქმა უნდა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ
სტარმერი ზუსტად იგივე პრაქტიკულად იგივე პოზიციაზე დგას. ამიტომ როცა ერთ მხარეს ამერიკას გულისხმობ, არის მუდმივი მოწოდება, რომ აი იმედი გვაქვს მშვიდობის, იმედი გვაქვს რომ ცეცხლი შეწყდება და მეორე მხარეს რომ აი თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ გავაძლიერებთ ეწოლას და პრაქტიკულად ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს ნიშნავს ირიბ მხარდაჭერას ომის გაგრძელების ევროპელთა პოზიცია. როცა ესეთ სიტუაციაა, ეს გარდა იმისა, რომ სოფლიო ხედავს ამას, თვითონ ზელენსკისაც და უკრაინასაც რაღაცა იმაშვება აკეზებს, ასე ვთქვათ, უпростоრედ, შეიძლება ამოხრუჭებს იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყვეტას. ჯეფრი საქსის ინტერვიუც გავცელდა, ხო, რომელშიც ის ევროპელ ლიდერებს ომის და სანქციების თემის შეპყრობილებს უწოდებს. თუ მართლაც დადგა ის მოცემულობა, რომ ამერიკა გაიწია ამ მოლაპარაკებიდან, მაშინ რა სურათს მივიღებთ კონტინენტზე? არ მგონია, რომ ევროპას კონდეს, ადრეც მithქვამს, გავიმეორებ, კონდეს იმის რესურსი ეკონომიკური პირველ რიგში, რომ ამერიკა ჩაანაცვლოს უკრაინის დახმარებაში. მე პირველ რიგში გულისხმობ, რა თქმა უნდა, თუ გაგრძელდა ისევე ომი და კონფლიქტი სამხედრო დახმარებას. ფინანსურ დახმარებას, რომელიც შემდეგ გადადის სამხედრო დახმარებაში იარაღის მიწოდება და საჭურველის და ასე შემდეგ და ასე. არ მგონია ევროპის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ გამოსავალი, ამიტომ არის სხვა შორის ევროპელები და მათ შორის პირველ რიგში იტალიის პრემიერი ამასინად განაცხადა კიდე რომის შეხვედრის შემდეგ, რომ ამერიკის გარეშეო არ გამოვა ეგ ამბავი, აუცილებლად ამერიკა ჩართული უნდა იყოს. ამას აცხადებს ნატოს გენერალური მდივანიც. იმიტომ რომ ისინი ცოტა უფრო რეალურად უყურებენ ამ საკითხს, ჩემი აზრით, ვიდრე მაკრონი, ბატონი მერცი და სტარმერი. ბატონ კოტე, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაც გვაღელვებს, ხო, ბუნებრივია. აი ამ ვითარებაში, ვიდრე საბოლოოდ გაირკვევა რა ბედი ეწევა აი ამ ომს კონტინენტზე, აი როგორ მოჩანს საქართველოს ადგილი აი ამ ახალ რეალობაში, ახალ აი ამ გეოპოლიტიკურ რყევებში. თქვენ კითხვაში ჩანს პასუხის ნაწილი. გეოპოლიტიკა გეოთი იწყება და გეო არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვართ. გეოგრაფიულად, არ მხოლოდ გეოგრაფიულად, მაგრამ პირველ რიგში გეოგრაფიულად. ზოგი ამას გზაშესაყარს ეძახის კონტინენტების და ცივილიზაციების, ზოგი გზაგასაყარს, მაგალითად ჰანტინგტონის მიხედვით გზაგასაყარია ალბათ და სხვების მიხედვით გზაშესაყარი. მაგრამ სადაც ვართ, იქ ვართ და მეზობლებსაც ვერ შევეცვლით ვერანაირად და ეს ჩვენი ადგილი და ჩვენი ადგილსამყოფელი, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი მუდმივად იყო მსოფლიოს წამყვანი გლობალური ან რეგიონული ჩვენზე ძლიერი და დიდი ძალების დაპირისპირების რეგიონი. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც იყო ჩვენი ცდები და დღესაც არის ჩვენი მთავრობის, რომ დაპირისპირების რეგიონიდან თანამშრომლობის რეგიონად გადაიქცეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი, მაგრამ აი ეს პროცესები, რომელზეც აი წინ ვლაპარაკობდით, იმდენად უშლის ხელს ამას, რომ და იმდენად ვარ ჩვენ დამოუკიდებული ამ გლობალურ პროცესებზე, რომ ჩვენ მხოლოდ ამას ნამდვილად ვერ გადავწყვეტავთ და ვერ შევძლებთ. და ამ კონტექსტში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობის დათბობის. რისთვის გვჭირდება ჩვენ ევროატლანტიკური სივრცე, ხო, რატო გვინდოდა? ყველა ქვეყნისთვის მთავარია უსაფრთხოება თავისი. ჩვენ ევროატლანტიკური სივრცე გვჭირდება იმისთვის, რომ გქონდეს უსაფრთხოების ქოლგა. ვინ არის დღესდღეობით მომცემი ჩვენთვის ამ უსაფრთხოების ქოლგის რეალურად? კი, პერსპექტივაში შეიძლება. უფრო ნატო მაგალითად სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვიდრე ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირიც და ევროატლანტიკური ერთად განიხილებოდა ჩვენს მიერ, როგორც აი ეს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აი ეს პროცესები, რომელზეც ვსაუბრობთ და მით უმეტეს ეხლა აი ეს წინააღმდეგობები, მოდი ესე ვთქვათ, დიპლომატიურად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, აი ეს წინააღმდეგობები, ევროკავშირს უпростоრედ. აი ეს წინააღმდეგობები ჩვენსა და ევროკავშირს შორის. მათ შორის რომელიც დიპლომატების ენით ხშირად არის ხოლმე გამოხატული, აი კომუნიკაცია როცა ასეთ ფორმას იღებს, რა არის ხოლმე ამაში გამოსავალი. ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, კარგი წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში არასდროს არაფერი არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს კიდევ გამეორდები მithქვამს, რომ ელჩების ასეთი ქცევა, როდესაც ელჩი ხარ და დიპლომატი ხარ და მით უმეტეს გამოცდილი, რაღაცნაირად
საერთო სურათიდან ამოვარდნილია და დიპლომატიური ეტიკეტიდანაც კი და დიპლომატიური წესებიდან ამოვარდნილია. ჩემი აზრით, ეს არის უფრო ინერცია ძველის. მე ასე მგონია. წამოსული მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ბიუროკრატია პრაქტიკულად ერთად მოქმედებდნენ. აი ეს ახალი ბიუროკრატია, თუმცა იდეებით ისევ ძველი, ვერანაირად ვერ აყვა ამ ტრამპის ახალ მიდგომებს. იქიდანაც ჯერჯერობით ესეთი განსაკუთრებული ნიშნები არ ჩანს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმდენი პრობლემა დგას ახლა ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე გლობალური პრობლემები და ისეთი სახის პრობლემები, რომ სანამ დრო ჭირდება ამას, სანამ მივა ისეთ რეგიონამდე და ისეთ ქვეყნამდე, როგორც საქართველოა. დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. დიპლომატი ელჩი კოტე ჟღენტი იყო დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით პარასკევამდე ნახვამდის.